ზურა რას იზამდა და როგორ შეეცდებოდა, რომ საერთო ენა ყველას გამოენახა აქედან იქიდან, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ და რესურსი რეალურად ძალიან შეზღუდული გვაქვს და ყველაფერს ურტყავს ეს კრიზისი, ურტყავს ეკონომიკას, კულტურას, ადამიანების ფსიქიკას ურტყავს. ძალიან განვიცდით, ყველა ბავშვები მეწოდებიან, ძალიან ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დეპრესიისკენ უბიძგებს ეს ყველაფერი ყველას ჩვენ და ახალგაზრდებს პირველ რიგში და ყველასთვის ზურა იყო ზუსტად ის ადამიანი, რომელიც ეს რთულ სიტუაციაში შეეცდებოდა, რომ გამოსავალი ეპოვა და ყველამ უნდა ვიპოვოთ ეს გამოსავალი. მე არ ვიცი როგორ და მე არ შემილია ეს, მაგრამ მგონია რომ ყველა ერთად შევძლებთ, ისევე როგორც ძალიან ბევრი რამე შევძელით. ამ სიტყვებმა შექმნა საქართველოს ხედვა განვითარების ქვეყნის და გეოპოლიტიკურ რუკაზე მისი ადგილი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოსთვის პირველად მაშინ მოიხაზა 90-იან წლების ბოლოს და ჩაიდო ის ძალისხმევა, რომ კავშირები გაჩენილიყო და არ ყოფილიყავით მარტო იზოლირებული რეგიონში. ამ სიტყვებმა ასევე განაპირობა ჩვენი განვითარება შემდგომი ათწლეულები და ის რომ დღეს ჩვენ ასეთები ვართ და მგონი არ ვართ ისე ცუდ ადგილას მაინც არის ამის შემდგომი მოვლენები და დღევანდელი გარემო არის ძალიან რთული, იმიტომ რომ რაღაცა საგარეო გზიდან რადიკალური გადახვევა იწვევს უდიდეს კონფლიქტს საზოგადოების ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილთან. ნამდვილად ჩვენ ვართ ქართველები, მას შესაბამისად ჩვენ ვართ ევროპელები და მე მიხარია რომ ჩვენ დღეს ამას კიდევ ერთხელ ვიტყვით, თუმცა ძალიან გული მწყდება და მინდა მივმართო იმ ბავშვებს, ვინც გვიყურებს და არიან დატყვევებულები, რომ ჩვენ ეს ამ მარშს მართავთ ზუსტად იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ევროპულ ქვეყანაში და არ არსებობდნენ აი ამ ასეთი ნიშნით დაბატიმრებული ახალგაზრდები, რომ არ იყოს ძალადობა, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს არასდროს, რომ სასამართლო იყოს ძლიერი და მიუკერძოებელი. მე მინდა ყავდეს მთავრობა, პიროვნება, არ მაინტერესებს ვინ იქნება, ვინც მომისმენს და ვინც გაიგებს ჩემს სიტყვას და ვინც არ მეტყვის ქუჩაში რომ დგავ, რომ არა შენ არ დგახარ ქუჩაში და შენ არავინ არ გეკითხება არაფერს და ვინც არ მომაყენებს შეურაცხყოფას და ჩემთვის იმუშავებს და არა თავისთვის. მე ამიტომ ვდგავარ და საფრთხები სავარაუდოდ არის ის, რომ ეკონომიკას ახლა ფაქტია, რომ კრიზისი შეექმნება ცოტა ხანი, მაგრამ მალევე ამოვისუნთქავთ და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება, აბა რისთვის ვიკლავთ თავს. ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება ეს არის ის დიდი ტკივილი, რომელსაც დღეს გამოხატავთ როგორც ჩვენ, ასევე ათასობით ადამიანი თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში. და რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან საქართველო აუცილებლად დაბრუნდება და ამ ისტორიულ სურვილს, მისიას, კონსტიტუციის ვალდებულებას აუცილებლად მიაღწევს და შეასრულებს.